ინფორმაცია გიორგი ჩხეიძე. ოკმელას მეუღლე აგზის გიორგის და სტუდიაში და ეხა ძალიან საინტერესოა რომ მან მოისმინოს პირადად თქვენგან რა გითხრათ გიორგიმ რა დაზიანებებზე ესაუბრებოდით მედიას იზოლატორიდან გამოსული თავის ხელის დაზიანებები თუ არ ცდებია ფეხის არეში აი მოგვიყევით რა ხდებოდა ამ შეხვედრაზე რა გითხრათ რა დაზიანებები აქვს არის მის ხმა გაასწორეთ თუ შეიძლება ხმა გაასწორეთ თუ შეიძლება არის მის ჩემი ხმა აი ეხლა ისმის დიახ კი ბატონო საღამო მშვიდობის პირველ რიგში სამწუხაროდ ჩვენ ისე ვიმყოფებით იმ რეჟიმში, როდესაც ადამიანებს იტაცებენ სრულიად უმიზეზოდ, შემდგომ საათების განმავლობაში გვაძებნინებენ და ასე იგი ვცდილობთ დავიხსნათ ეს ადამიანები შემდგომ ამ უკანონო გატაცებებიდან. მოცემულ შემთხვევაში მე გიორგისთან ვიყავი, რა თქმა უნდა, სანახავად შესული ის სრულიად უმიზეზოდ და ეს არაერთ კადრში ჩანს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა მათ შორის, რომ ის სრულიად უმიზეზოდ დააკავეს, როდესაც ის სასამართლოს ეზოში გადაადგილდებოდა ტელეფონით ხელში, ამ დროს უკნიდან დაესხნენ მას პოლიციელები თავს და გაიტაცეს, ასე რომ ვთქვათ, სასამართლოს ეზოდან. გიორგის აღენიშნება ამ ძალადობრივი გატაცების დროს არაერთი დაზიანება, მათ შორის თავის არეში, აი ამ ადგილზე აქვს საკმაოდ დიდი კოპი, ასე რომ ვთქვათ, დაზიანება, ასევე აქვს დაზიანება მკლავის არეში, მხარზე და მუხლზე, რომელიც მას აქვს მიღებული ამ არაპროპორციული ძალის გამოყენების დაკავების დროს. აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგიმ თავადვე მოახერხა სანამ ეს შევიდოდი, როდესაც მისი შემოწმება ხდებოდა და ექიმთან გასაუბრება, ექიმს დაასურათებინა ეს ყველაფერი. მე რა თქმა უნდა მოვიკითხე იზოლატორშიც ვესაუბრე უშუალოდ ექიმსაც და მან დამიდასტურა, რომ ეს ყველაფერი არის გადაღებული და მტკიცებულებებით არის დადასტურებული, რომელსაც აუცილებლად გამოვითხოვთ ჩვენ ხვალ და აუცილებლად ჩავდებთ საქმეში. ასევე რაც შეეხება ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, გიორგის დაკავების დროს თან ჰქონდა ტელეფონი და აქსესუარები, მათ შორის ბეჭდები, რომელიც იზოლატორში არ იმყოფება. მე ესეც გადავამოწმე, იმიტომ რომ გიორგი მეუბნებოდა, რომ როდესაც სამმართველოში მას ჩამოართვეს ეს ნივთები, ითხოვდა რომ მართი დალუქვა მომხდარი იყო სწორედ მისი თანდასწრებით, რაც არ განხორციელდა და როდესაც იზოლატორში მოვიკითხე უკვე ამ ნივთების შესახებ, აღმოჩნდა რომ იზოლატორში ეს ნივთები არ არის. რა თქმა უნდა, გენერალური ინსპექციის ხელხაზით ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ ამ დარღვევასთან დაკავშირებით შეტყობინება და იმედი მაქვს რომ კვლავ არ გვექნება ისეთი შემთხვევა, როდესაც რუსული კანონის აქციების პერიოდში არაერთი იყო, როდესაც სამართალდამცველები გადაიქცნენ რეალურად ქურდებად, სამწუხაროდ ქურდებად და მოიპარეს არაერთი ადამიანის პირადი ნივთები. ამიტომ ველოდები რომ ეს ნივთები გამოჩნდება და სამართალდამცველები გონს მოეგებიან. სხვა შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიმყოფებით რეჟიმის პირობებში, ჩვენ ფაქტობრივად ვიმყოფებით ავტოკრატიულ პირობებში და არა დემოკრატიულში, ჩვენ მაინც ყველა სამართლებრივ პროცედურას გამოვიყენებთ იმისთვის ქვეყნის შიგნითა რესურსები ამოვწუროთ და საჭიროების შემთხვევაში გავიდეთ ქვეყნის გარეთაც. ეს რა თქმა უნდა იმ პირობებში, სანამ ამ ქვეყანაში ეს რეჟიმი იარსებებს, მაგრამ თითოეულ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია ცვლილება, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებები რამედ ღირდეს სახელმწიფოში. სანამ იარსებებს რეჟიმი, მანამდე ადამიანის უფლებები არ იარსებებს, იმიტომ რომ არის შერჩევითი სამართალი. დღეს გიორგის დაკავება მოხდა საბას ხვიტარიძის სასამართლოს ხდომის შემდგომ, როდესაც საბას ხვიტარიძესთან მისული გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი, რომელიც ფაქტობრივად ადასტურებდა სასამართლოს ხდომაზე, რომ არანაირი საგამოძიებო მოქმედება მას არ ჩაუტარებია, არ განუხორციელებია, არ დაინტერესებულა ელემენტარული საკითხებით, ეს ვიდეო კადრები თუ გასაჯაროვდება, შემდგომ ძალიან კარგი იქნება, სადაც მთავარი გამომძიებელი არაფერით არ დაინტერესებულა გამოძიების ფარგლებში, გარდა იმისა, რა უთხრეს მას, რომ უნდა ჩაეწერა იმ გამოკითხვების ოქმებში, ეს ადამიანი, ეს სრულმოწმე გამომძიებელი, რომ გამოვიდა პროცესიდან, აი სწორედ მის გამოცილებას მოჰყვა ეს ამბავი. იმიტომ სასამართლოს შენობა სავსე იყო კრიმინალური პოლიციის ეს კადრები თქვენი საუბრის პარალელურადაც გადის ახლა მარიკა. იცით რა მინდა კითხოთ, ანუ განწყობა მისი წერილი წავიკითხე, ბრძოლა გამარჯვებამდე თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არ დავივიწყებთ სრულმოწმეებს, მიყვარხართ გამარჯვება ხალხშია, ძალა ერთობაშია. განწყობით ალბათ მზადაც იყო პრინციპში, ხო? განწყობა აქვს საკმაოდ მხნე, საკმაოდ მაღალი, მართლაც ბრძოლა
ბოლომდე, თუმცა ერთი ნიუანსი უნდა აღვნიშნო, მას სავარაუდოდ ედავებიან სწორედ იმას, რომ თითქოს პოლიციას დაუძახა მონა, თუმცა როგორც მითხრა, მას მონა არ დაუძახებია, მან თქვა ესეთი რამე, რომ ჩვენ ვიმახსოვრებთ ცრუ მოწმე პოლიციელებს. რა თქმა უნდა ვიმახსოვრებთ, მარტო გიორგი კი არ ამბობს, აგერ ვამბობ პირდაპირ ეთერში და თუ ეს დანაშაულია მობრძანდით და დამაკავეთ. პირდაპირ ეთერში ვამბობთ, ჩვენ ვიმახსოვრებთ ცრუ პოლიციელებს და ეს ცრუ მოწმეები, პოლიციელი იქნება თუ არა პოლიციელი, აუცილებლად ცვლილების შემდგომ სამართლიანი სასამართლოს და ობიექტური გამოძიების პირობებში ყველა თავის წილ პასუხს აგებს. ამიტომ უნდა ახსოვდეს თითოეულ სამართალდამცველს, რომ ის უნდა ემსახურებოდეს კანონს და არ უნდა იყოს მისთვის არაფერი უკანონო ბრძანება. უკანონო ბრძანების შესრულებას აუცილებლად მოყვება შესაბამისი კრიტერიები. მაგის გამო ადამიანების დაჭერაზე გადავიდნენ, ქრისტე აღდგაო უთხრეს და დაიჭირეს აგერ ახალგაზრდა კაცი ხო აღდგომის დღეებში და თუ ამის გამო დაიჭირეს გიორგი რომ ჩვენ ვიმახსოვრებთ სრულ მოწმეებსო თქვა, მაშინ ახლა მეც გავიმეორებ ამას პირდაპირ ეთერში კი? ჩვენ ვიმახსოვრებთ სრულ მოწმეებს, პოლიციელებსაც, ჩვენ ვიმახსოვრებთ იმ მოსამართლეებსაც, რომლებიც მტკიცებულებების და მტკიცებულებების გარეშე და სრულ მოწმეების ჩვენებით ამ ბავშვებს, ამ ბიჭებს უშვებენ ციხეში, ჩვენ ვიმახსოვრებთ ამ ყველაფერს, ასე რომ მე მარიკას შეუერთდები, თუ კი დღეს დავუშვათ გიორგი ჩხეიძე დაიჭირეთ ამის გამო, რომ მან თქვა, რომ ჩვენ ვიმახსოვრებთ სრულ მოწმე პოლიციელებს, კი, გავიმეორებ პირდაპირ ეთერში მეც ადვოკატთან ერთად დიახ. ჩვენ ვიმახსოვრებთ სრულმოწმე პოლიციელებს, ჩვენ ვიმახსოვრებთ სრულმოწმეებს, ამას ინახავს ჩვენი არქივი და მე ვარ დარწმუნებული, რომ დადგება დრო, როდესაც პასუხისმგებლობა მოუწევთ სრულმოწმეებს და მოსამართლეებს, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ. მადლობა მარიკა, რამეს ხომ არ დაამატებდი? მადლობა ინგა, ერთ დავამატებ მხოლოდ რადგან თამთა თქვენს ეთერშია და არ მქონდა შესაძლებლობა რომ აქამდე გავსაუბრებოდი, გიორგიმ დამაბარა რომ მე თამთას ჩავხუტებოდი და მეთქვა რომ ის ძალიან მხნედარი და ყველაფერი კარგად არის, ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით, ამიტომ აქედან გეხუტები თამთა. კარგით, ეხა ტელევიზორი არ ექნება, თორემ მე ჩავეხუტებოდი თამთას და ასე შეუსრულებდით მის ძმას ამ გადმოცემულ თხოვნას თქვენს მიმართ მარიკა, მადლობა დიდი ელნე. დაგემშვიდობებით. ნახვამდის, როგორ არის ძმა? აი, უსაყვარლესი, არაჩვეულებრივი მთელი საქართველო პირველივე წამებიდან მისი გამოჩენის კადრში იყო მასზე, არ ვიცი, მის